გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. პროკურატურამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2 მუხლით დაიწყო. წარდგენილი ბრალდებით მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ აღკვეთის სახით პატიმრობა უკვე მოითხოვა გახარიას თანაგუნდელები ამ გადაწყვეტილებას პერსონალურ ვენდეტას უწოდებენ. მმართველი ძალა კი ამ თემის კომენტირებისას ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და საქმე წმინდა სამართლებრივ საკითხს ეხება. გახარია ქვეყანაში დიდი ხანია აღარ იმყოფება. მისი პარტია კი სულ რამდენიმე კვირაა საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა. ამასთან ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევით უკვე მიმართა ნაციონალური მოძრაობის აღლისა და ლელოს გაუქმების თაობაზე. ბუნებრივია ჩდება კითხვა, როგორ განვითარდება ოპოზიციური ველი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი სეგმენტია. ასევე ერთ-ერთი კითხვა დასავლეთის რეაგირებასაც ეხება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ვიზა ლიბერალიზაციაზე ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ემზადება. მანამდე ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე გამარტივებულ პროცედურებს, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაზე შეეხება. თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ თემასაც სასპეკულაციოდ იყენებენ. მოლოდინი, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მხრივ საქართველოსთან დაკავშირებით რეაგირება მოხდება, არსებობს. იქნება ეს მხოლოდ სეგმენტური თუ მთელ ქვეყანაზე ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი უპასუხებს შუას კითხვებს ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე შემოგვიერთდება, რომელთანაც ვისაუბრებთ ჯანდაცვის ბიუჯეტზე, პირველად ჯანდაცვის რეფორმასა და ინსულინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, მიხეილ სარჯოლაძეს. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პრიორიტეტები დაფინანსდება 800 მილიონი ლარზე მეტი თანხით. გაზრდილი ასიგნებებიდან თანხა გათვალისწინებულია მათ შორის პენსიების ზრდისთვის და რომ გითხრათ კიდევ რა პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული ამ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში. მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემებზე მექნება საუბრის შესაძლებლობა, მაყურებელს მივესალმები და პირდაპირ ვიტყვი, რომ მორიგი რეკორდი იხსნება, ასე ვთქვათ, ბევრი მიმართულებით, რომელიც ამ დრომდე მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომდევნო წელსაც გქონდეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული შესაძლებლობები და შესაბამისად ეს ყველაფერია ის, რაც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას, უკეთეს კეთილდღეობას. ბუნებრივია, რომ არსებობს სამომავლოდ ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში, თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს მაგალითად ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს წლიდან წლამდე ქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და გაუმჯობესებული მონაცემები და პრინციპში ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენისთვის კიდევ გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილებები იქნება გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობითაც გვექნება შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ამ პროექტების განხორციელება. აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი, მე დეტალურად დროც არ გვეყოფა ალბათ საეთერო იმისთვის, რომ დეტალურად ყველა თითოეულ მათგანზე გიამბოთ. თქვენ იცით ზოგადად ეს თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი ზოგადად ამასთან დაკავშირებით იცით, რომ იგივე ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით პენსიის ზრდა ხორციელდება. ეს ბუნებრივია, რომ დღეს იყო კიდეც საუბარი, ფინანსთა მინისტრიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, როდესაც პარლამენტში წარადგინა შესაბამისი პროექტი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი მიმართულებაა, რომელზეც რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა გაცილებით მეტი, გაცილებით უკეთესი ხარისხის ჯანდაცვა და ამაზე სახელმწიფო წლებია მუშაობს. საბედნიეროდ არის, რა თქმა უნდა, მართლაც არაჩვეულებრივია. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო მაგალითად 10 წლის წინ, ვიდრე ეს იყო 15 წლის, ამაზე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, არ ვიცი, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით რო არ ვისაუბროთ და მარტო რო არ ვისაუბროთ, თქვათ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ყველაფრიდან გამომდინარე, მარტო რიცხვებითაც რო არ ვისაუბროთ, ამაზე მეტყველებს მაგალითად იგივე საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები,
იგივე ჯანმოს მიერ ან ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკა ანაჩვენები წლების განმავლობაში და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ ვიცი, იგივე ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში, სხვა ყველაფერს კიდევ ერთხელ მეორე თავი რომ დავანებოთ. ამიტომ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული, არ ვიცი, მედიკამენტების ხარისხის კონტროლით და ყველა ეს მიმართულება იქნება ჩვენთვის საინტერესო. ერთ-ერთი საინტერესო, ასე ვთქვათ, არ ვიცი, აი როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი, ასე შეგვიძლია ვთქვათ, გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. სწორედ ამაზე უნდა გადავიდეთ ახლა. კი, ამ თემაზე გადავინაცვლებთ ახლა პირველადი ჯანდაცვა, ანუ ახლა ყველა დეტალის მოყოლას ალბათ ვერ მოვასწრებთ ჩვენი დროის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ ამ მიმართულებითაც არის გამოყოფილი 4 წლის განმავლობაში დახარჯა სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხას და ამიტომ პირველი კითხვა, რომელიც უჩნდება, აი რისი მიღწევა სურს სახელმწიფოს პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ამ რეფორმების გატარებით. კი, საერთოდ უნდა მინდა რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია ჩატარებული და ასე შემდეგ, არამედ ეს არის ელემენტარული, აი ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც აი ელემენტარული საჭიროებების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი. ეს რა თქმა უნდა, ელემენტარულ სიტყვას რო ხშირად ვახსენებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად კვალიფიციური ექიმისგან რჩევას მოითხოვს. პირიქით, აქ ყველაზე მეტად მაღალი კვალიფიკაციაა მოთხოვნილი იმისთვის, რომ სწორი იყოს რჩევა, რომელიც პირველივე ეტაპზე მოქალაქეს მიეცემა. ეს არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც გვასწავლის მაგალითად რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა მაგალითად ჰოსპიტალში წასვლისა, რა შემთხვევაში ასეთი საჭიროება არ არის, რა შემთხვევაში როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებების, როგორც გადამდების, ისე არაგადამდები დაავადებებით, დასნებოვნების რისკები და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად ეს არის რგოლი ჯანდაცვის, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარი, აი ყველაზე სწრაფად საჭირო და ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი რაც უნდა იყოს იმ რჩევების მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის და ამისთვის ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის რგოლში უამრავი პოლიკლინიკა, უამრავი სადიაგნოსტიკო ცენტრიც და იმავდროულად მათ შორის სოფლის ექიმიც, რომელიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მასშტაბით 1004 ერთეულია და იქ დასაქმებული ექიმები 1000-ზე მეტ, თითქმის 1500 ექიმი რეალურად მუშაობს იმისთვის, რომ მათ შორის სოფლის მაცხოვრებლისთვის იყოს უზრუნველყოფილი ისეთი რჩევები, როგორიც არის თუნდაც რეკომენდაცია სკრინინგის გავლის შესახებ. მაგალითად ცალკეული ანამნეზის არ გარკვეული ნიშნების არსებობის შემთხვევაში რა კატეგორიის ექიმს უნდა მიმართოს და სხვა უამრავი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომელზეც ადრეც ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გავიარეთ პილოტირების ეტაპი, როგორც ეს იყო თავის დროზე ნათქვამი დასაწყისშივე. 1 ნოემბრამდე ვახორციელებდით ამ მონაცემების აკრეფას და პრინციპში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება შედეგები, რომელიც ავაგროვეთ ამ მიმართულებით და კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, ეს უკვე იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისიდანვე და ვფიქრობ, რომ რეალურად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მაღალი დონის და საინტერესო, იმავდროულად შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დაწყებული ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდით და ამაზეც იყო დღეს საუბარი, რომ მათ შორის არის გათვალისწინებული ასეთი ზრდა და იმავდროულად ეს ეხება, რა თქმა უნდა, იგივე შედეგზე ორიენტირება, რომ გავზარდოთ აი ამის მაჩვენებლები, ამისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ფინანსური წამახალისებლები, გარკვეული მექანიზმები საიმისოთ, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს ის რჩევები მოქალაქეებისთვის, რომელსაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში ადამიანები ღებულობენ შესაბამისი ექიმებისგან, იქნება ეს ოჯახის ექიმი თუ სოფლის ამბულატორიის ექიმი, აი ამ რგოლში მომუშავე ექიმებისგან, რასაც მიიღებენ. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მოგეხსენებათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონი ლარის დახარჯვა. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ეს მოსალოდნელია, რომ დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. წამის თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც, მაგრამ რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის. კი ბატონო, მოდით ახლა უშუალოდ კონკრეტულ თემას შევეხოთ, ეს არის ინსულტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ეს საკითხი სამწუხაროდ ისევე როგორც ბევრი სხვა, გახდა პოლიტიკური მსჯელობისა და სპეკულაციების თემაც. ითქვა, რომ ეს არის მენეჯმენტის პრობლემა, რომელიც შეიქმნა პრეპარატთან დაკავშირებით, თუ ეს
ეს არ არის მენეჯმენტის თემა, თქვენ არაერთხელ განგიმარტავთ ამის შესახებ, მაგრამ რადგანაც ეს საკითხი ჯერ კიდევ არსებობს, თუ ეს არ არის მენეჯმენტის თემა, მაშინ რამდენად იყო ასეთი შემთხვევა დაზღვეული და რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი სახის შემთხვევები მომავალში იყოს დაზღვეული ასეთი გართულებისგან. ესე იგი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად აი ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ბრიფინგზე ვისაუბრებთ, მშობლებს ვესაუბრებთ, ექიმებს ვესაუბრებთ, ყველასთან იყო ხელმისაწვდომი ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აი ამის შემდეგ, რომ ადამიანი გამოვა, ვინც არ უნდა იყოს და რა კვალიფიკაციასაც არ უნდა იყოს. ორი ვარიანტია, როდესაც სიძახის რომ მენეჯმენტის პრობლემა იყო ამ ინსულინის შემთხვევაში კონკრეტულად, ის ან ტყუის შეგნებულად მიკერძოების გამო ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, ან ის უბრალოდ საქმეში ჩაუხედავი დილეტანტია და უბრალოდ აყოლილია რაიმე მოდას, ან მოტივირებულია რომ რაღაც აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნას. სიმართლე გითხრათ, ამდენს არც ვისაუბრებდი ამ თემაზე და თავის მართლების რეჟიმში ნამდვილად არ ჩავიყენებდი თავს, რომანა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მე არ მინდა რომ ვინმეს, ვისაც მოტივაცია აქვს, რომ რაღაცა ყალბი აჟიოტაჟი დანერგოს ქვეყანაში, არ ვიცი პოლიტიკური ქულების წერის მიზნით, რომ მაგალითად პანიკის მდგომარეობაში აღმოჩნდეს რომელიმე მშობელი, რომელსაც აქვს მოლოდინი მისი შვილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინსულინით. არც არასდროს შეწყვეტილა ეს, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ინსულინით უზრუნველყოფა ბავშვების. უბრალოდ ყველა მშობელმა მინდა ეს იცოდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ დიახ, საკმარისი რაოდენობის თვეებით ადრე დაიგეგმა შესყიდვაც. უბრალოდ ქონდა შეფერხება, როგორც აღნიშნეთ, Novo Nordisk. ეს Novo Nordisk არის კომპანია, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი პრაქტიკულად ერთ-ერთი Sanofi-სთან ერთად. საქართველოს ბაზარზე იმ პერიოდში რაც იყო წყვეტა, რომ ვერ მოგვაწოდა, მართლა პრობლემა ქონდა. ივნისის დასაწყისში უნდა მოეწოდებინა ამ კომპანიას Novo Nordisk საქართველოსთვის 15000 რაღაცა ერთეული ინსულინის. მოგვაწოდა 8000, დაახლოებით 8000 ერთეული. 7000-ით ნაკლები. დღემდე ეს პარტია მოწოდებული არ გახლავთ და გვაქვს მოლაპარაკება. ბოლოსაც რო ვიყავი სხვათა შორის, აი მე თვითონ ჩავედი ველაპარაკე კოპენჰაგენში შევხვდი, ძალიან მაღალ დონეზე გქონდა შეხვედრა. ვუთხარი რომ საქართველოში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მეშინია რომ ეს თემა არ გახდეს, მათ შორის აი პოლიტიკური თავდასხმების, უაზრო პოლიტიკური თავდასხმების, არაკვალიფიციური გასაგებია, არაკეთილსინდისიერი, არაკვალიფიციური, მაგრამ მაინც თავდასხმების საგანი მეთქი და ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც სიტყვიან, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქ გამოდიან ადამიანები, რომელსაც კვალიფიციური ექიმის, ასე ვთქვათ, იარლიყები ადევთ და მე გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაცა არასწორად. შეგვიძლიათ მოსახლეობას აღმოჩნდათ მაგალითად, რამდენად დროული იყო გაგზავნილი ესე იგი მოთხოვნა, როგორ ხდება ეს დეტალების გავაცნოთ, რომ საკითხი რომელიც არსებობს პოლიტიკურ კონტექსტის ეს მოიცავს ეს წესრიგიდან. დიახ. გავიგე. შარშან ნოემბრიდან დაიწყო ამაზე მუშაობა ამ შესყიდვაზე. ბაზრის კვლევა, ყველაფერი თვითონ მეთოდოლოგია, ყველაფერი ჩამოყალიბდა. თებერვალში ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის შედეგად ყავს გამარჯვებული ეს Novo Nordisk-ის კომპანია. 14 აპრილს არის გაფორმებული ხელშეკრულება. მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ივნისის დასაწყისში, ცოტა დააგვიანდათ. აი პირველი პარტია 15000 უნდა, ჩვენ დაახლოებით ნოემბრის ჩათვლით ქონდა მარაგი. მოიტანეს დაახლოებით 8000 ერთეული 15-ის ნაცვლად. აქვთ გარკვეული პრობლემები და თქვა იქ წარმომადგენელმა ამას წინათ ინტერვიუში, რომ ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის და სხვა მაგალითად ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის მიწოდების გარკვეული ხარვეზები, გარკვეული ჩამორჩენა გრაფიკისგან და ასე შემდეგ. იქმნება, მაგრამ იქ უბრალოდ ესე უაზრო სკანდალს არავინ არ ტეხავს, იმიტომ რომ იქ არის მეორე პროდუქტი Sanofi-ს. Sanofi-ც არის გლობალური ლიდერი. დღემდე აი ისე აი როდესაც იყო ბაზარზე, სანამ აი მოწოდება დააგვიანდებოდა, მანამდეც კი დაახლოებით არც თუ ისე ცოტა ადამიანი სარგებლობს სწორედ Sanofi-s პროდუქტით. იმიტომ რომ მათი უპირატესობა ასეთი. აი ასეთ ფონზე ივნისის შემდეგ უბრალოდ გვაქვს მოლაპარაკება, აბაროდის ჩამოვა, აბაროდის დაიგეგმება და რეალურად ჩვენ გარკვეულ შეთანხმებებს მივდივართ. უბრალოდ რომ დააგვიანდათ ზედმეტად ასე ვთქვათ ოქტომბერში, მე გახლით მე თვითონ კოპენჰაგენში და იქ ვესაუბრე, იქ შევხვდით ადამიანებს. აი როგორც ვუთხარი, მართლა ესე აღმოჩნდა რომ მე გამოდიან ადამიანები და ეხლა დღეს მაძლევენ რჩევას რომ თურმე სასწრაფოდ უზრუნველყოთ ალტერნატიული პროდუქტით. რა ალტერნატივა გადასარევად იცი არის ერთი კვირით ადრე ვუთხარი ამ ადამიანებს მათ შორის და ტელევიზიით გამოვედი საჯარო თქვით რომ ეს პროდუქტი არასდროს არ გამქრალ, qoveltvis იყო აქ ბაზარზე. არის დღესაც ის ალტერნატივა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომიკური იქნება, თუ რამე დაეწუნება.
დიახ, რა თქმა უნდა, ის ფრანგული პრეპარატი, აი ხო გეუბნებით, ძალიან დიდი რიცხვი, ასე ვთქვათ, ამ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებისა სარგებლობს ისედაც აი Novo Nordisk-იც რო იდოს მაგიდაზე და Sanofi-ც არჩევენ თვითონ უპირატესობას ანიჭებენ Sanofi-ს. არა იმიტომ, რომ ან ფასით ან რაღაც, ორივე აბსოლუტურად გლობალური ლიდერია ამ ბაზარზე. ორივე ქვეყანა. საფრანგეთში მაგალითად გაცილებით დიდია მოხმარება თვითონ Sanofi-ს. უშუალოდ ქარხანა, სადაც იწარმოება, მდებარეობს გერმანიაში. აი მოკლედ აი ესეთი მოცემულობაა, მაგრამ ნუ არ ვიცი, აი ეთყობა იმ ადამიანებსაც, ვინც გამოდიან რაღაც ბრალდეებს ისვრიან, ხო და წამოიძახებენ ხოლმე, მე მაინც მგონია, რომ იციან, მაგრამ შეგნებულად, რა ვიცი, იმ გათვლით, რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს დროებით მოატყუებენ, ამ გათვლით აკეთებენ, თორე იმდენად აბსურდულია ამაზე საუბარი, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად არც ვისაუბრებდი და პასუხსაც არ გავცემდი, რომ არა იმ მშობლებთან მიმართებაში პარკოვული პასუხისმგებლობა, რომ ნამდვილად არ მინდა იმ მშობლებს კონდეთ შიში იმისა, რომ მათი შვილი უინსულინო დარჩა. არიან ასეთი ადამიანები. იქ ექიმებზე ვისაუბრე, ამასინათ იყო ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც პოსტი გამოდო, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ აწი ინსულინი აღარ გექნებაო. არ იყო ეს ასე დანამდვილებით და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, კი რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს, იმიტომ რომ რაიმე ასე ვთქვა, სხვაგანიდან არასწორად მიწოდებული ინფორმაცია არ მიეღოთ, ჩვენ თვითონ დაუკავშირდით ყველას, ჩამოურეკეთ ყველას ვუთხარით, რომ აი ეს შეიქმნა, არავითარი პანიკის მიზეზი არ არსებობს, აგერ არის მეორე მედიკამენტი, რომელიც სრულად თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი, მიიღებთ თუ კი პრეპარატის ჩანაცვლების გამო ვინმეს ექნება ან ექიმის რჩევის საჭიროება, ან ნებისმიერი სხვა საჭიროება, ამასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო მხარს დაუჭერთ. ხო, ამ ყველაფრის მერე, ამ ნალაპარაკების მერე წავიდა ადამიანმა და გამოდო ასე ვთქვათ ბანერი, რომელშიც წერია, რომ 90-იანი წლების მერე თურმე პირველად ხდება, რომ ინსულინს აღარ აწვდიან მის შვილს. რაც არის მტკნარი ტყუილი, გადასარევად იცოდა. იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ ან ვერ გაიგოს თემაც კი არ არსებობს, მაგრამ ხდება სამწუხაროდ ეგეთი რაღაცეები. ჩვენ მქონდა მე მშობლებთანაც საგანგებოდ შეხვედრა ცალკეულ ადამიანებთან, ვისაც გამოხატული ქონდა ინტერესი, ვინც მოვიდა ყველას შევხვდით, ვესაუბრეთ, ყველას გასაგებად აუხსენით როგორი იყო მდგომარეობა. ამავე შეხვედრას დავასწარით ყველაზე კვალიფიციური, აი დარგის კორიფეები ვინც არიან. ყველა ეს კორიფე ამბობს, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და რაღაც უბედურებისთვის არ არსებობს და რაც შეეხება მენეჯმენტის რაიმე ხარვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. არავითარი მიზეზი ამის დაბრალებისა უბრალოდ ობიექტურად არ არსებობს. მართლა კომიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ ეს ხო მედიკამენტია, ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი ბენზინს კი არ ყიდულობ თქვენ. ამას ვადიანობა აქვს, ყველაფერს თავი რო დავანება და ვარგისიანობა აქვს ამის მოწოდებას. შეუძლებელია რომ მაგალითად 9 თვით ადრეზე უფრო ადრე შეიძინო ეს მედიკამენტი და 10 წლით ადრე დააწყო, ხო? ამიტომ ამ ყველაფერს აი ცოტა მეტი პასუხისმგებლობით თუ ისაუბრებს, ცოტა მეტი ასე ვთქვათ, შიში თუ ექნება თუნდაც კრიტიკულად დასმული კითხვის, რასაკვირველია რომ ვერც ერთი ვერც ექიმი, ვერც მშობელი ასეთ რამეს ვერ გაბედო. გათვლილი როგორც ჩანს არის, აი ესე უბრალოდ განცხადებას ესე გადმოაგდებს და მე დადგეს ვთქვათ, არ ვიცი, აქ არ მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა და თავი იმართლოს. ვითომ ამაზეა გათვლილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საოცრად იაფასიანი, უაზრო ტყუილი. სამწუხაროა რომ ამ დროს ადამიანები არაფრად დაგიდევენ მშობლების ინტერესებს, რომელთა პანიკაც რა თქმა უნდა რომ გაფრთხილებას მოითხოვს. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის. მოგესალმებით ბატონ გია, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ახლა უკვე პოლიტიკურ თემებს უნდა შევხედოთ. გახარიას მიმართ არ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესია, თქვენ ეს უკვე განაცხადეთ, მაგრამ პოლიტიკა ნებისმიერ საკითხში, როგორც ჩვენ წინასწარმეტყველს საუბრობდით, მედიკამენტზე, იქაც პოლიტიკური კონტექსტი იყო, პოლიტიკური ტონები შევიდა საუბრისას, თუ შეუძლებელია, რომ გახარიასთან დაკავშირებითაც პოლიტიკურ ნაწილში არ განვიხილოთ ეს საკითხი. მისი პარტია უკვე არის პარლამენტში წარმოდგენილი, მუშაობს საკანონმდებლო საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ მხოლოდ გახარიას არ ეხება. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ქართულ ოცნებას წარდგენილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ახალისა და ლელოს გაუქმების თაობაზე და ახლა უკვე გავიგეთ, რომ გახარიას მიმართ სამართლებრივი დევნა იწყება. აი, როგორ გესახებათ ოპოზიციური ველის განვითარება აი ამ მოვლენების არსებობის პირობებში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და სწორი აქცენტი დასვით. იცით, აგერ წამლების საკითხი გახდა პოლიტიკური, მაგრამ გახადეს პოლიტიკური. ამას ხო არანაირი ნიშანი არ ქონდა, წარმოედგინეთ სიბინძურე იმ ადამიანებისა, ვინც აი ამ ინსულინის თემით სპეკულირებს და მით უმეტეს თუ კი ეს პატარა ბავშვებს ეხება ეს საკითხი.
აი ამ ეს ერთი მაგალითია და რამდენი სხვა მაგალითი შემიძლია კიდე დაგისახელოთ, სადაც კონსპირაცია იყო ჩადებული, რომ იქ პროცესები განვითარდა გარკვეული სცენარით, რომელიც აქ არ იყო დაწერილი. რაღაც საკითხებია ისეთი, რომელიც შეიძლება დღეს არა და ხვალ გახდეს უკვე ცნობილი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რას წარმოადგენდა, მაგალითად რა არის ის იარაღი ან ასაფეთქებელი, რომელიც უშიშროების სამსახურებმა აღმოაჩინეს. ას ბევრი თემებია და მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დგას იმ პოზიციაზე, რომელიც ჩვენი ეროვნულ ინტერესებს იცავს და არა ქართულ ოცნებას ან რომელიმე ჩვენთაგანს. აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ გახარიას თემაც. რასაკვირველია, როცა პოლიტიკოს ეხება თემა, ეს თქვენი თქმის არ იყოს, გარკვეულ პოლიტიკურ ერეფერს იძებს. ეხლა მისი პარტია მუშაობს პარლამენტში, მაგრამ მისი პარტია მუშაობს თუ არ მუშაობს პარლამენტში, ჩვენ საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაგვაჩნია მის მოქმედებასთან დაკავშირებით ჩოჩანაში, მაგალითად, როცა იმ სამუშაოს აგებდა და ამან გამოიწვია საპასუხო ისეთი ქმედებები, რომელთაც ტერიტორიას დაიკარგა მნიშვნელოვანი ნაწილი და თანაც გაუმჯობესდა მნიშვნელოვანწილად საოკუპაციო ჯარის სტრატეგიული პოზიცია. ეს ჩვენ ვფიქრობთ ესე. გამოძიებამ შეიძლება სხვადასხვა გააკეთოს, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმებები არ მომხდარა იმ სისტემით, რომელშიც ჩვეულებრივად ნებისმიერ საკითხზე, ოჯახშიც კი რაღაც თემაზე შეთანხმებები ხდება, მაშინ როდესაც რაღაცა შესყიდვა უნდათ, მაგალითად ოჯახის რომელიმე წევრს რაღაც ავეჯის პატარა ნაწილიც კი შემოიტანოს სახში, რაღაცას ათანხმებს. უკაცრავად ეს გამიგზელდა, ეს პარალელური მაგალითის მოყვანა არ იმსახურებდა ამდენს, მაგრამ არის მეორე საკითხი კიდე. ახლა რომ მოვიგონოთ იმ პერიოდში რაღაც იყო აჟიოტაჟი, რასაკვირველი სერიოზული დაძაბულობა იყო. აქ პარლამენტთან, ჩვენ პარლამენტში ვიყავით. უცებ დაიწყო ლაპარაკი, რომ პარლამენტში არავინ არ ყოფილა და კურდღლებივით გაიქცნენ. მერე მოგვაგონდა, რომ ეს პოლიციელები აქ საათობით იდგნენ აი ამ შტურმის ქვეშ. რა მიზანი იყო ჩვენ ერთმანეთში ვსაუბრობდით, რომ პოლიციელები გამოეყვანათ წყობილებიდან, ან ვერ გაეძლო ამ პოლიციის ამ კორდონს გარკვეული დროის შემდეგ, იმიტომ რომ გატაცებები დაიწყეს უკვე პოლიციელების და შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშწორება. პოლიციელებს კი არ ვაბრალებს ვინმე რამეს. ეს პოლიტიკური მინდა გელაპარაკებით გამოძიებასთან ჯერჯერობით არ მithkoms არაფერი, მაგრამ აი ამ რეალობიდან გამომდინარე, რასაკვირველია ჩვენ პოლიციის ხელმძღვანელს, აი ამ ოპერაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული შენიშვნები და მე ვიტყოდი ეჭვებიც გაჩნდა. თემებია უშველებელი, რომელიც პოლიციას გააჩნია, ეს ბერკეტები, რომელთაც შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც ვერ იმოქმედებს მაგალითად პრემიერ-მინისტრი თუ კი ძალოვანი სტრუქტურა მას პირდაპირ მის ამ არასწორ მითითებებს არ დაემორჩილება. ამას ვამბობ ჩემ მოსაზრებას მნიშვნელოვანწილად, მაგრამ მინდა რომ გაუზიარო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ესეთივე მოსაზრება გააჩნია. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან რა ჩაიდინა? ხომ აქ გაფრთხილებები მიდის აბა ხალხის მომზადება, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და რევოლუციას ჩაუდგეს სათავეში და ამზადებენ აი ამ რევოლუციის ბუდეს, საიდანაც უნდა აფეთქდეს პროცესი და განვითარდეს და ამ დროს ეს ამბობს, რომ არ უნდა დავაკავოთ ბელია. ამ შემთხვევაში პიროვნებაზე კი არა მაქვს ლაპარაკი, არც მეყვარს პიროვნებებზე, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს პიროვნება არის. მელია იყო ლიდერი, აი ამ ყველაფრის უნდა აქედან დაწყებული იყო ყველაფერი და სააკაშვილის იქიდან კიდევ ეს უკვე ინტენსიური განცხადებები რომ მოდის. ეს გვეუბნება, რომ რამოდენიმე დღე მოვიცადოთ. და როცა არ ემორჩილება პოლიცია და აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია, უცებ გამოდის და გადადგომის შესახებ აკეთებს განცხადებას. ანუ ის პროცესი, რომ იქ პოლიცია
არ დაზიანდა იმათმა, ვერ გაარღვიეს ეს კორდონი მიუხედავად იმისა, რომ დატანჯეს პოლიციელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მერე გამოყენებული იქნა ისეთი ძალა იქნა გამოყენებული, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო და შეიძლებოდა რომ არ გამოყენებულიყო. ამ ერთობლიობამ ყველაფერმა რასაკვირველია ჩამოაშორა, გახარია იმ რეალობას, რასაც ქვია მისი პარტიის შემოსვლა პარლამენტში და ეს მტკიცებულებათა ეს ლოგიკა, რომელიც ახლა გაგიზიარეთ, გახდა ძიების, იქცა ძიების საგნად. მე არც გამომძიებელი ვარ, არც მაქვს პრეტენზია, რომ გაცილებით მეტი ვიცოდე, ვიდრე გაგიზიარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ყველაფერს ყურადღება სცემდეთ. ეხლა სხვა თემებსაც უნდა შევეხოთ ჩვენი დროიდან გამომდინარე. ქვეყანაში იმყოფება პასეს დელეგაცია, რომლებიც შეხვედრებს მართავენ, გქონდათ თქვენთანაც შეხვედრები პარლამენტში და თქვენ განმოვისმენთ ინფორმაცია, რომ ყველა კითხვაზე გაიცა პასუხი. აი, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მათ საბოლოო დასკვნაში ის ფაქტები იქნება ასახული, რომელზედაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, მიაწოდეთ მათ ინფორმაცია, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც იყო შეხვედრები, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ხელისუფლებას უთქვამს, რომ ისევ და ისევ აღქმებით იხემწვანელა ამა თუ იმ ევრობიუროკრატმა და ასეთი საბოლოო შეფასება გააკეთა. აი ამ შემთხვევაში თუ გაქვთ ამის მოლოდინი? ვიცით რა, ძალიან მინდა ვცდებოდეთ რა ჩვენი გუნდი მთლიანად. ეხლა იყო პარლამენტის თავმჯდომარე მისაუბრა ამომწურავად დეტალებზე იმათმა რა საკითხები დააყენეს, ჩვენ როგორ ვპასუხეთ და სწორია, რომ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიაწოდო. დეტალი არ უნდა დარჩეს, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, მაგრამ ერთი ფაქტი არის ის, რომ ამის უკან თქვათ ის მოხსენებაც გაფართოების თაობაზე მოვისმინეთ ევროპარლამენტიდან რეზოლუციას გავეცანით, რომელიც აბსოლუტურად ამოვადნილია ყველა სამართლიანობის ელემენტარული მოთხოვნებიდან. ეხლა პასეს ეს ევროპული სტრუქტურებია, საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც საკმაოდ საეჭვოდ იქცეოდა მაშინ, როცა საქართველოს თავის თავზე აი ამ ომის დანაშაულის სამხედროებს, ქართულ სამხედროებზე გადაბრალებას მოაწერინა ხელი თუ შეთანხმება იყო, ეს კიდე სამსჯელო გვაქვს, მაგრამ აი რეალურად ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამობენ, რომ არც არაფერი არ მომხდარა. ეხლა უტრირებას არ ვაკეთებ, რეალურობას ყვები. არც არაფერი არ მომხდარა. არც ის რევოლუციის თელობა ყოფილა, არც ის ხლისღვრა, არც ცეცხლი ანთებულა, არც პარლამენტში დამწვარა ოთახები და მთელი პარლამენტის აღების თუ გადაწვის ცელობა არ ყოფილა საერთოდ. და რაც უფრო საკვირველი, არც 4 ოქტომბერი არ ყოფილა. ეს პასეს შეხვედრას გულისხმობთ თუ ზოგადად? პასეს დელეგაციიდან მოისმინეთ ასე? არა, იცით ერთი და იგივეა, რასაკვირველია პასეს ებიდან თქვენი ჟურნალისტიც ეკითხებოდა, არის 4 ოქტომბერი მოხდა თუ არ მოხდა და გასცეს. აი ეს ამ პათოსით იყო ეს შეხვედრა. რასაკვირველია ჩვენ მე ძალიან მინდა რომ გაწმილდეს ჩემი პროგნოზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით უფრო შორს მიმავალი, გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და მრავალმხრივი გეგმაა საქართველოსთან მიმართებაში და არაფერი ჩვენი დანაშაული ამაში არ არის. არც ის დემენცია აინტერესებს ვინმეს, რომელიც თითქოს და სააკაშვილს ჰქონდა თუ არ ჰქონდა. არც ჩემი პირადი ბედნიერება და არც ის ხალხის ბედი არ აინტერესებთ, რომლებიც ქუჩაში გამოყავთ თავის შეძახილებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩამოსვლა არის გარკვეული ახალისება, რომ ეს არ ჩაქრეს ეს პროტესტი, ვინაიდან გეგმა და მასშტაბი თვითონ აი ამ დაპირისპირების არის გაცილებით უფრო დიდი. ბევრჯერ თქვი, უნდა გავიმეოროთ დიდი ბოდიში, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ასე ვაფასებთ სიტუაციას და ამის საპირისპირო კომენტარი არავის გააჩნია დედამიწის ზურგზე. აი არავის, საერთოდ არ არსებობს ესეთი ამის საწინააღმდეგო რაიმე მოსაზრება. რა დემოკრატიიდან უკან დახევაზე გულისხმობენ ადამიანები, ვინც ტახტს უკრავდნენ
ადამიანის წამებას და მკვლელობას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მათთვის. ბატონ გია. ანუ რაღაცა ხდება ისეთი, რომელსაც უნდა დაუფიქრდეთ და ამას გთავაზობთ. და მაყურებელსაც ამას ვეუბნებით თქვენ მაყურებელსაც და მსმენელსაც. ამ გეგმაში რომელიც თქვენ ამბობთ, რომელზეც თქვენ ამბობთ, როგორ ხედავთ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას? თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში 17 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ამის შესახებ ანგარიშს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. იცით მანამდე, რომ ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს გამარტივების წესებს, რომელიც 60 ქვეყანას შესაძლოა შეეხოს. აი, ამ მიმართულებით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მეცით არ არსებობს არც ერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ იმდენად, რომ თქვათ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან რაღაც ისეთი ხდება, რაც აკრძალულია და რაც გამორიცხავს ვიზა ლიბერალიზაციის გაგრძელებას. შეჩერებას თავის მიზეზები უნდა კონდეს. ეს მიზეზები არ არსებობს ესეთი ჩამონათვალში რაცაა და აქ შემოაქვთ ახალი მცნება, რომ თითქოს და პოლიტიკურად ჩვენ მთავრობა არ ვარგა და 1,200,000 ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა, უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოვიდა და არ ჩამოაგდო ხელისუფლება ან ყოველ შემთხვევაში არ მოეხმარა მათ, ვინც ხელისუფლების ძალით ჩამოგდებას ლამობდა. ამ პოზიციას არ იზიარებს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა და ეს არ არის მხოლოდ უნგრეთი თუ სლოვაკეთი. იქ სხვა პრაგმატული მოსაზრებებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. და ყველაზე საოცარი რაც არის, ახლა მე წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მოლოდინი არ მაქვს, რომ ესეთი შუბძე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ხელისუფლება კი არ უნდა დაისაჯოს. არამედ მთელი ხალხი, ვინც ხელისუფლებას ხმა მისცა, ვინაიდან ისინი არ ასრულებენ იმას, რასაც შეასრულებდა მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში. გასაგებია. მადლობთ, გია ვოლსკი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა ამ დროისთვის. გაიცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზ ჯიზე. მე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.